სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ათონის წმინდა მთა. ათონის მთა ყოველთვის გამოირჩეოდა თითქმის ყველა საუკუნეში იქ მყოფი ბერების განსაკუთრებული მოშურნეობით, როგორც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ასევე ასკეტური ცხოვრების წესით. ათონელი მამების ხმას ყოველთვის დიდ პატივს მიაგებდა მსოფლიო მართლმადიდებლური სამყარო. მე მინდა მოგითხროთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მამის, ბერი დანიელის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდის შესახებ, რომელსაც ერთ-ერთ წინა ქადაგებაშიდაც შევეხეთ. ახალგაზრდა კოსტასი, რომელმაც უარყო ყოველივე ამ მსოფლიური, ჭეშმარიტად აღაფრთოვანა გარემომცველი ბუნების სიდიადემ. გამოცდილი და ბრძენი მოზღურის მამა დანიელის გვერდით ის უბედნიერეს ადამიანად თვლიდა თავს. როდესაც მას უყურებდა ამ თმა შევერცხლილ ბერს, თვალებზე მობიერებისა და მღელვარების ცრემლები მოადგებოდა და მზად იყო განურჯელად შეესრულებინა მისი კურთხევები. ჩემო პატარა კოსტას, ჩვენ აქ დღეში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით. ისიც უზეთოდ. ზეთი მხოლოდ შაბათ კვირას და დღესასწაულებზე გვაქვს. გვძინავს ძალიან ცოტა. ღამის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ვატარებთ. დღისას კი ხელსაქმეში, რათა მოვიპოვოთ პური არსობისა. აი ასე შეხვდა ბერი დანიელი ახალგაზრდა მოწაფეს, მორჩილს, სახელად კოსტას, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქიდან ათენიდან ჩავიდა წმინდა მთაზე, რათა დარჩენილიყო იქ და ეღვაწა გამოცდილ ბერთან. და ასე იყოს გერონდა, მეც სწორედ ეს მინდოდა. სხვა სახის ცხოვრება რომ მდომებოდა, კინოვიაში ან სკიტში წავიდოდი. და კინოვია და სკიტი არის ისეთი სახე მონასტრული ცხოვრებისა, სადაც უფრო შედარებით მსუბუქი ცხოვრების წესია. ხოლო ბერი დანიელი ეწეოდა განდეგილ ცხოვრებას წმინდა მთაზე. აქ კოსტას წყალი არ გვაქვს. ცისტერნაში დაგროვილი წყალი ხელმომჭირნედ უნდა ვიხმაროთ. აქ კლდეებზე არ არის ბაღი, ამიტომ ხილსა და ბოსტნეულს ვერ შევჭამთ. მხოლოდ მწვანელითა და ზეთის ხილით უნდა დავკმაყოფილდეთ. ხანდახან კი ცერცვით, ლეღვით და სხვა მსგავსი სანოვები, რისი ყიდვაც დაფნის მაღაზიებშია შესაძლებელი. პურის ნაცვლად კი ორცხობილა უნდა ვჭამოთ. თაწმინდის მონასტრებში ტრაპეზზე მორჩენილი პურისგან აკეთებენ ორცხობილას განდეგილებისათვის. მამა დანიელის კალივას, ანუ საცხოვრებელს, ორცხობილა ქსილოპოტამის მონასტრიდან ეგზავნებოდა. კოსტასი ყურადღებით უსმენდა. მოძღვარგი კვლავ განაგრძობდა იმ სიზნელეებზე საუბარს, რომლებიც მოწაფეს მოელოდა თავისი ახალი ცხოვრების გზაზე. აქ არ გვაქვს რძე, ყველი და კვერცხი. აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ არ ვჭამთ შეღებილ კვერცხებს. ერთადერთი კვერცხი გვაქვს შენახული და ეს კვერცხი გამოგვაქვს ტრაპეზზე. მას შევხარით და ვიხსენებთ დღესასწაულს. ახალი ცხოვრების კიდევ ერთი სიზნელე, ეს იყო ჭუჭხი. დაბანა და რეცხვა საერთოდ უნდა დაგევიწყებინა. ეს პირობა ერთი შეხედვით ცოტა უცნაურად რომ მოგეჩვენებათ, განდეგილური ცხოვრების წესში შედის და თვით უარყოფის ერთ-ერთი სახეა.
როგორც შემდეგში თვითონ კოსტასი ამბობდა, მისი პერანგი, რომელიც ძალიან იშვიათად ირეცხებოდა, დროთა განმავლობაში უნაგირის ქვეშ დასაფენ ნაბატს დაემსგავსა. კატუნაკელების ანუ ათონის მთაზე ერთ-ერთ ესეთ განდეგილურ უდაბნოს კატუნაკი ეწოდება. კატუნაკელების მძიმე ცხოვრებას კარგად გამოხატავს ერთი ამაღელვებელი მაგალითი. გავიდა რამდენიმე ხანი და კოსტასი გახდა მამა კალენიკე. ერთ წელიწადს პასექის დღესასწაულზე რომელიღაც მონოზონმა მათ ყველი მიუტანა, რათა ტრაპეზი განსაკუთრებულად სააღდგომო ყოფილიყო. შვილო უთხრა მოძღვარმა მამა კალენიკეს, არ დაგავიწყდეს, რომ ყველიც გამოიტანო ტრაპეზზე. მამა კალენიკე განცვით ბრდა და როგორც მოშურნე ასკეტმა გაბედა გაელაშქრა ამ ფუფუნების წინააღმდეგ. რას ამბობ გერონდა, ყველი უდაბნოში სად გაგონილა? თუმცა მომავალში მისი ეს სიტყვები მასვე დაუბრუნდა. გავიდა 2-3 წელი და ამ ხნის მანძილზე მან გამოსცადა მძიმე მორჩილებები და განსასწრებლები უდაბნოში. იმ წელიწადს დიდ მარხვამ უკიდურესად მოაუზურა იგი. მეუდაბნოე მონოზნები ხომ სხვა მონოზნებზე გაცილებით უფრო მკაცრად მარხულობენ. სამდღიანი, ანუ დიდ მარხვის პირველი 3 დღე, როცა მარხველები საერთოდ არაფერს ჭამენ, მათთვის ჩვეულებრივ 5 დღეთაა ქცეული. და აღდგომაც დადგა. სადღესასწაულო ტრაპეზის მომზადებისას მან გაანდო მოძღვარს თავისი სურვილი. აღდგომა მოვიდა და რა კარგი იქნებოდა, რომ ცოტა ყველი გქონოდაო. მამა დანიელმა გაიღიმა და მოწაფეს იმავე სიტყვებით უპასუხა, რაც რამდენიმე წლის წინ მისგანვე მოისმინა. რას ამბობ შვილო, ყველი უდაბნოში სად გაგონილა? კოსტასმა თავისი ჭაბუკური აღმაფრენით გაუძლო ახალი ცხოვრების მკაცრ გამოცდას და ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. თუმცა მასაც მოუწია გადაეტანა უღონობის, გამოფიტვის და სევდის მძიმე დღეები. მამა დანიელი მას კალივის საზღვრებიდან გასვლის უფლებას არ აძლევდა, რათა ყურადღება გარეშე საგნებზე არ გადაეტანა და მის გონებაში შფოთი არ შეჭრილიყო. დაყუდება და ერისგან სრული მოწყვეტა ხშირად ცევდას ბადებდა მასში და მძიმე ლოდა დაწვებოდა მის გულს. მარხვამ, რომლისთვისაც თავისუფლად შეიძლებოდა შიმშილობა ეწოდებინათ, სრულიად გამოფიტა იგი. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. ამასთან ეშმაკი მკვეთრ ფერებში ხატავდა მის წინაშე უხ ტრაპეზს, რომლითაც მას შეეძლო დამხმარება. თუკი მეუდაბნოე ცხოვრების საჭირველ გზას მიატოვებდა. შუაღამისას გაღვიძება, გრძელი კანონი, შემდეგ ღამისთევის ლოცვა, განუწყვეტელი ფეხზე დგომა, იყო წუთები, როცა მას უკანასკნელი ძალა ეცლებოდა და კიდევ ეს მარადიული ჭუჭი, როგორ უნდა შეგუებოდა ამას განათლებული ათენელი. ყველაფერი ამას ემატებოდა ეშმაკის გაუთავებელი მსაკრობები, გონების შეშფოთება, ოცნებების კვეთება, ადვილი იყო გაგეძლო ამისთვის. მაგრამ კოსტასი უკან არ ეხებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ის ფლობდა განსაკუთრებულ მეომრულ თვისებებს და მამაცურად აღუდგებოდა წინ ყველანაირ სირთულეს. ბოროტი მტრის განუწყვეტელ თავდასხმებს, მათ ისრებსა და მახეებს, სევდას, განსასწრებებს, რაც მოღვაწეთა უცილობელი ხვედრია. მაგრამ ის ბედნიერი იყო იმით, რომ ჯერ კიდევ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში წილად ხვდა პატივი გამოსულიყო მეუდაბნოე ცხოვრების სარბიელზე და რაც მთავარია, ის მარტო არ იყო. სირთულეების მთელ ამ ეკალ ბარდებში მას მიუძღოდა თავისი კეთილი, ღირსად პატივსაცემი მოძღვარი, რომელიც ცდილობდა არ განელებულიყო ჭაბუკის სულში თავდაპირველად აღგზნებული ცეცხლი და ეხმარებოდა მას გადაელახა ყველანაირი წინააღმდეგობა და წარმატებით განებრძო წინსვლა ვიწრო და საჭირველ გზაზე.
წმინდა მამების ლოცვებით უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენ შეგვეციე და